სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. დღეს არის პირველი კვირა დიდ მარხვისა და ეს დღე ცნობილია როგორც მართლმადიდებლობის ზეიმი. ის არის ამ სახელით შესული საეკლესიო კალენდარში და ეს დღე ასახავს ისტორიულ ფაქტს, როცა ხატთა თაყვანისცემამ გაიმარჯვა ხატმებრძოლეობაზე. ეს არის შორეული მე-9 საუკუნე, როცა თეოდორამ იმპერატრიცამ ბიზანტიისამ პატრიარქ მეთოდისთან ერთად გამოაცხადა მსოფლიო კრება, რომელიც ჩატარებული იყო 787 წელს, აღდგენილად მისი გადაწყვეტილებები ხატთა თაყვანისცემის შესახებ და ის საზეიმო მსვლელობით მოიწვია ერი, მოიწვია სამოდელოება, დიდგვაროვანი და დიდ ტაძარში, კონსტანტინოპოლში, აია სოფიაში მოხდა ეს სადღესასწაულო მსვლელობა. ხატებით, ჯვრებით, ალმებით და ყველა იმ გამოსახულებებით, რომლითაც მრავლად იყო გამოსახული იმ დროის და დღევანდელი ეკლესიაში შორის. და ეს ხდება მე-9 საუკუნეში და მსოფლიო კრება კიდევ ერთი საუკუნით ადრე იყო. მოკლედ ლაპარაკია იმაზე, რომ რაღაც ნაწილმა ხალხისა მე-7 საუკუნეში, მე-8 საუკუნის დასაწყისში უარყო ხატთა თაყვანისცემა და გამოაცხადა ხატი როგორც კერპი. და ამისთვის მათ მოყავდათ ციტატები ძველი აღთქმიდან. ასევე ზოგიერთი მონოფიზიტი სასულიერო მოღვაწის გამონათქვამები და მართლმადიდებელი ზოგიერთი სასულიერო პირისაც მკაცრი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. და იყო დიდი დაპირისპირება, იყო ბრძოლა ეკლესიის შიგნით, ხდებოდა ისე, რომ სომეხი იმპერატორები იმარჯვებდნენ ბიზანტიის სამეფო კარზე და ამიტომ მათ შემოქონდათ სწორედ ეს ერესი მონოფიზიტები იყვნენ და ამის გამო ეს არის ხატთა წინააღმდეგ ბრძოლა. და საბოლოოდ გაიმარჯვა მართლმადიდებლურმა აზრმა, რომ შემოქმედება, ხელოვნება, რომ მოღვაწეობა ამ მხრივ სილამაზის მიმართ სულა, მისი გამოსახვა, აღბეჭლა, გადმოტანა ეს არის ძალიან სასარგებლო ადამიანისთვის და ძალიან დიდ როლს ასრულებს საეკლესიო ცხოვრებაში, სულიერ ცხოვრებაში ადამიანის. და ჩვენც ძალიან შეჭირვებულები ვიქნებოდით, რომ არ გქონდეს ფრესკები, არ გქონდეს ხატები, არ იყოს ლამაზი საგალობლები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მთავარი ხატის თაყვანისცემის სისტორეზე მიუთითებს თვითონ მაცხოვარი. მაცხოვარი გაანკაცდა და ის ღმერთი, რომელიც უხილავი იყო და მიუწვდომელი იყო და შემოუსაზღვრავი იყო, გახდა კაცი, რომელიც სრულად შეიცავდა ადამიანურ ბუნებას და ადამიანს სახეს, ადამიანურ სისუსტეებსაც და როცა უკვე ქრისტე ხდება ადამიანი, უკვე მისი გამოსახვა უკვე შესაძლებელი ხდება.
იმიტომ რომ ჩვენ უკვე ხელით შევეხეთ, მის გვერდზე ცხოვრობდით, მას უყურებდით, დღევანდელ წაკითხულ სახარებაში სწორედ ეს არ არის, როცა ფილიპე მიდის და ნათანაელს ეძახის, რომ წამოდი გაჩვენო ის, ვიზეც ლაპარაკობდა მოსე წინასწარმეტყველი. და ნათანაელი ამბობს, კი, მაგრამ გალილეიდან შეიძლება რამე ნორმალური იყოსო. და აი მოდი და ნახეო, და აი როცა მიდის ნათანაელი, ხედავს მაცხოვარს, უკვე იცვლება მისი ცხოვრება. ფაქტიურად ხდება ამოცნობა მაცხოვრებელს. და ეს ამოცნობა, ხილვადობითი ამოცნობა გრძელდება დღემდეც. ჩვენც ახლა როგორ გავხდით ქრისტიანები დავფიქრებულ ვართ, ყია კარგად. ძირითადად ხვდებით, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ტრადიცია ამ რელიგიურ აზროვნებაში, ფასეულობათა სისტემაში დავიბადე და გავიზარდე. მაგრამ რეალურად ქრისტეს შედგომა, ეს თუ მოვაშორებთ უბრალოდ ფორმალობას, რატოවත් ქრისტიანები, ხდება სწორედ რაღაცნაირი ამოცნობა ქრისტესი. განსაკუთრებით მისი მოღვაწეობისა, მისი სიტყვების, რაღაც სახარების წაკითხვის დროს ჩვენში მშობლიური განცდა გვაქვს. გვახსენდება ის სიტყვები, როცა მაცხოვარი ამბობს, რომ ცხვარი თავის მწყემს ცნობს, ესმის მისი ხმა და ცნობს. პარავისგან განსხვავებით, პარავის ხმას არ ცნობს, ის ცნობს მისი მწყემსის ხმას. და ესე არის ქრისტიანიც, სულ მუდამ გრძნობს მაცხოვრის ხმას, მის ჩუმ დარიგებას, მის ჩუმ ხარდაჭერას, გვერდში დგომას და მის წყალობას, მისგან სიძლიერის გამოსვლას და რაღაც ხელში აყრობას, ხომ? და ეს ამოცნობა მუდმივად ხდება. ეს არ არის ერთხელ ამოვიცანი და მივყვებ. ფაქტიურად, როცა მაცხოვარი მცნებებს არ გვაძლევს ჩვენ, რეალურად ხომ ახალი აღთქმა ცნებების და კანონებისგან თავისუფალია თითქმის. ცნებას ერთს გაძლევთ მე თქვენ, იყარებოდეთ ურთიერთარს, ვით არცა მე თქვენ შეგიყვარეთ. აი ცნება ესეთი ძალიან აბსტრაქტული და ყოვლის მომცველი, მაგრამ ყოველ სიტუაციაში, ყოველ საქმეში, ყოველ გადაწყვეტილებაში, ყოველ მოქმედებაში როგორ ვიხემძღვანელო მე? ძალიან ადვილია დაწერილი კანონის შესრულება. მაგრამ აი შენ პასუხისგებლობაზე რო არის სწორი მოქმედება, ეს უკვე ძალიან რთულია. და ამიტომ აი აქ ჭირდება ქრისტიანს ხმით, მაცხოვრის ხმის გაგონება. მოეხლა მეტაფორულად ვამბობ, არა ესე რომ ადამიანმა პირდაპირ დადგეს და ყურში ისმინოს და ჰალუცინაციები ქონდეს. არა, მაგრამ შენ გულში აუცილებლად სამღვთო წყალობა, მისი ძალა იგრძნობა ნებისმიერ გადაწყვეტილებაში. და მოძღვრის ფუნქციაც ეს არის და მრევლის ფუნქციაც ეს არის, რომ ერთმა შეასწავლოს და ანახოს და მეორე მიიღოს, რომ აი ეს ამოცნობა შეძლოს მას. ნებისმიერ სიტუაციაში საით იხრება მაცხოვარი და მისი გული, აი ეს უნდა შევძლოთ ჩვენ. და მაშინ აღარ დაგვჭირდება ამდენი რაღაც წესების არ შესრულება და არც სწავლა. ეს ძალიან რთულიც არის და ამ შემთხვევაში ადვილი. მაგრამ ამ გზაზე კიდევ ერთი არის საინტერესო. კარგად უნდა გქონდეს გააზრებული ერთი რამ, რომ ვინ არის ღმერთი. ესე იგი, გარკვეულ წილად ჩემი სამოძღვრო გამოცდილებიდან, რასაც უყურებ მორწმუნეებს, დიდი ნაწილია ხალხის, რომელიც ფიქრობს, რომ
ღმერთი არის ჩასაფრებული, რომელიც ეძებს შენ შეცდომას, რომ წაგიჭიროს ამ შეცდომაზე და მერე დაგსაჯოს. ამიტომ შენთვის შეცდომა არის სრულიად დაუშვებელი. ამიტომ არის ყველაფერს რომ სკრუპულოზურად ეძებს ადამიანი და ნებისმიერ გადაწყვეტილებას ატარებს მოკლედ ძალიან დიდ და ვიწრო საცერში. და ეს არის წარმართული ხედვა ღმერთის. რომ ღმერთი არის განრისხებული ადამიანზე, ეს არის წარმართული ხედვა. ხომ? და მას სჭირდება დამშვიდება. და შენ აკეთებ ყველაფერს რომ დაამშვიდო ის. ამიტომ თუ წაგიჭირა, ცუდად გაქვს საქმე. შეთაშორის მე ეპისკოპოსისგანაც მაქვს მოსმენელი მსგავსი ქადაგების დროს. რასაკვირველია, არ დავასახელებ იმ ეპისკოპოსს. რომ თუ შენ შეცოდავ და ღმერთს გადაიმტერებ, წარმოიდგინე რა დღე გექნება მერე შენ რომ გადამტერებული ხავს ღმერთი. აი წარმოდგენა ესეთია. და ამ დროს ასეთ ფორმულაში ღმერთის, ასეთ ფორმულირებაში ღმერთის, ხო? რასაკვირველია დაღუპულები ვართ. და არ ვიცი, უნდა ვიაროთ ფეხის წვერებზე. და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პატარა ცდომილებას არ დაუშვათ. და უკეთესია, თუ საერთოდ არაფერს არ გააკეთებ, შეცდომაც ნაკლები გექნება. და რეალურად ქრისტემ მოგვიტანა თავისუფლება, აი პავლე მოციქული გალატელთა მიმართ ეპისტოლეში რო ლაპარაკობს, მე თავისუფლებად დაგასხი თქვენ ცხოი უგუნურნო გალატელებო, თავისუფლება მოგეცი და მოგანიჭეთ და თქვენ ისევ კანონებისკენ მირბიხართ, ისევ იმ ღმერთისკენ მირბიხართ, რომელიც ელოდება სადმე გამოგიჭიროს. არადა თავისუფლება ხომ მოიცავს შეცდომებს. თავისუფლება მოიცავს პასუხისმგებლობას, ზრდასრულ ადამიანს. ჩვენ თავისუფლება რომ მოგვეცა, ზრდასრულები უნდა გავხდეთ. ზრდასრული რას ნიშნავს? რომ ღმერთს ვევედრები და ვიღებ გადაწყვეტილებას. და შემდეგ არ მესინია ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ საღვთოს თხოვ და თუ შემეშალა, არა უშევს, აქვე მაქვს წყალობაც და აქვე მაქვს სინანულიც. ასად არ გარბის არც ერთი და არც მეორე. რატო? იმიტომ რომ ეს ზრდა მაშინ იწყება, როცა შენ მამობრივ მზრუნველობის ქვეშ გადადიხარ. შენ როცა ღმერთის აღქმის მამობრივი განცდა გაქვს. მამაშვილური განცდა გაქვს და სავსეა ხო სახარება. აი ამ ხატებით, ობრაზებით რო ვთქვათ რუსულად. ბევრი ხო? სავსეა რომ აი მსგავსად ესეთი რას ვამსგავსო, მამისეული სახლი, მამა, შვილი, ურთიერთობა, ცოდვილი, მოდის, ნანობს, მაგრამ ის მაინც ძედ რჩება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ ეს თავისუფლების გზა და ეს გზა, რომელზეც ჩვენ თქვით, რომ ხმის გაგონება არის საჭირო, მოიცავს თავის თავში ამ ზრდასრულობისკენ სულას. ძალიან ბანალურ მაგალითს მოვიყვან ისე Facebook-იდან. აი მაგალითად Facebook-ი საშინელი რამეა, ხო? ესე იგი, გაიგებ ადამიანს რა სამყარო აქვს. რა უნდა, რა მოწონს. აქ კი ყველას დალაგებული სახეები აქვს, მაგრამ Facebook-ში ცოტა სხვა რაღაცა ხდება. და იქ არის ხოლმე ესეთი. მამა გაბრიელის ფოტოს ვინც გააგზიარებს, ის გამდიდრდება. ამ ყველა სურვილის და გააჩენი მრევლიდან ერთ რაღაცა ნაწილი აზიარებს და აზიარებს ამ ფოტოს. ხო, სასაცილოა. და არადერთი 20 წელი, 30 წელია დადის ეკლესიაში. 30 წელი მოდის და მეუბნება, ხო შეიძლება ყველი რომ პატარა შემჭამა, პატარაზე.
80 წლის გახდი უკვე რა ყველ ჭამე რა გინდა ის უკვე აღარ ახარ იმ თავისუფლებაში რომ შენთვის ეს არაფერს აღარ წარმოადგენდეს ნუ თუ ჩასაფრებულია ღმერთი და შენ ყველს უყურებს არა ამ დროს ვერ ლოცულობ რატო იმიტომ რომ ნუ გიჭირს უკვე ფიზიკური მდგომარეობა ის არ არის ამ მდგომარეობაში არ ახ და რომელია მნიშვნელოვანი რომ ილოცო ღმერთს მადლობა უთხრა თუ აი ეს ყველის არჭამის გამო ისეთი გაბრაზებული იყო რომ რა ვიცი გადაჭამო ნახევარი ოჯახი აი დასრულობა ამაზე მეტყველებს რომ ადამიანის დასრულია მაშინ როცა ამ აი ასეთი ეს ცუდი კი არ იყო ყველაფერი კარგია თავის დროზე მაგრამ ეს არის როგორც პავლე მოციქული ამბობს ძე გაწოვეთო თავის დროზეო როგორც შვილები ეხლა ხორცზე უნდა გადახვიდეთ უფრო მყიფე საჭმელი უნდა შეჭამოთ აღარ შეიძლება ისე ძე მინდა ხელი მომკიდე გამატარე მე თვითონ ვერ დავდივარ ჩემი შვილი ზურგზე ანდა როცა სამსახური უნდა გამოიცვალოს განსაკუთრებით მაშინ მეკითხებიან ხოლმე და კითხვის შიდა არის იმაში კი არ არის რა დამლოცე ამას ნაბიჯს დგავ წესი როგორ უნდა იყოს აი დგავ ამ ნაბიჯს და დამლოცე რომ ღვთისგან იყოს კი ბატონო ნამდვილად ეს მაგრამ რო ფიქრობ რომ მე რახან გეტყვი რომელი ამოირჩიო ის უფრო სარფიანი იქნება შენთვის და ამის გჯერა ახლა მე რომ მაგას მივხვდები რომელია სარფიანი და რომელი არ არის სარფიანი ეს უკვე არის აი ჩვილობაცა გულუბრყვილობა ისევ რაღაცა ხელით დედის ძუძუს სკელტოლობა ფაქტიურად ქრისტიანები ვერ ვართ ქრისტიანები წარმართები რჩებით უბრალოდ ქრისტიანული რიტუალებებში ვიღებთ მონაწილეობას მაგრამ ჩვენი სამყარო არის წარმართული ხო და აი მართლმადიდებლობის ზეიმი ამ ხრივ რომ დავასრულო იმას ნიშნავს რომ მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტების სწორი აღქმა ნახეთ კათოლიკურ ეკლესიას ქვია კათოლიკური ხო რას ნიშნავს კათოლიკური საყოველთაო რომის პაპია საყოველთაო ეკლესია და საყოველთაობას მისას უსვევს ხას და ორთოდოქსია ეს რასაც მართლმადიდებლობა ქვია ნიშნავს სწორედ აღმსარებლობას ჩვენი განძი არც ტერიტორია არც რაღაცა თქვათ სიდიადე ჩვენი ხელოვნებისა და ნუ ბევრი რამე რაც ჩვენთან არის არამედ სწორი ჭეშმარიტი აღმსარებლობის და ეს ჭეშმარიტი აღმსარებლობის ძიება სწორედ აი ამ ადამიანის ზრდას ქრისტიანის ზრდას გულისხმობს და მოიცავს თავისუფლებაში ზრდა პასუხისგებლობის აღება და უფლის ხმის გაგონება რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის დღესასწაულია დღესასწაულეთ ცოტა უცნაურია ხოლმე რომ მარხვაში დღესასწაულებია მაგრამ ნუ ესეა შეიძლება იმარხულო და ისე დღესასწაულო იმიტომ რომ დღეს დაემთხვა ის ისტორიული მოვლენა რაზეც მე ვილაპარაკე მერთმა დაგლოცო და გაგახარეთ